სტუდია. მოგესალმებით ძვირფასო რადიოს მსმენელებო, გთავაზობთ პროგრამას ჩვენი საგანძური, რომელსაც გაუძღვები ავტორი ივანე ჯაფარიძე, სარეჟისორო პულტთან კი ინგა გურგენაძე იმუშავებს. ჩვენ თითქმის 1 საათი ვიქნებით სტუდიაში და გადაცემის სრულობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 ან 240 92 92.
ძვირფასო რადიოსაელებო, თქვენ მოისმინეთ ნინო სურგულაძის შესანიშნავი სიმღერა აფხაზეთზე და ეს შემთხვევით ეს სიმღერა ჩვენ არ ჩამირთავს გადაცემაში. რაც რო გადის, უფრო და უფრო იშვიათად ვსაუბრობთ ოკუპანტთა მიერ დაკავებულ საქართველოს უმშვენიერეს კუთხეზე აფხაზეთზე, რომელიც ჩვენი მოუნელებელი ტკივილია და მის ძირძველ ქართულ მოსახლეობას თავიანთი მამაპაპის საფლავებზე მისვლაც კი არ შეუძლიათ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ყველა ჭეშმარიტი მამული შვილისათვის გულსაკლავი და აუტანელია, მაგრამ სამწუხაროდ საჭირო და აუცილებელი ღონისძიებები ჩვენი ურთიერთობების დასათმობად ნაკლებად ჩანს და შეიძლება ითქვას, ამ საკითხებზე საუბარს თითქოს ვერ იდებით კიდეც. ყოველივეს იმიტომ მოგახსენებთ, რომ მრავალი გაუბედურებული პიროვნება, რომლებიც ცოცხლები გადარჩენ, ძალზე მტკივნეულად განიცდიან საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილის მდგომარეობაში ყოფნას. ჩვენი საგანძურის დღევანდელ გადაცემაში, რომელიც ბოლო პირდაპირ ეთერია შვებულებიდან დაბრუნებამდე, გაგაცნობთ პიროვნებას, რომელიც სოხუმშია დაბადებული და გაზრდილი, იქვე დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლტოლვილობის უმძიმეს ხვედრს კულტურასა და ხელოვნებაში მოღვაწეობით იქარვებს. ეს პიროვნება მხატვარი ემზარ ცირდავა გახლავთ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. მასთან ერთად სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სხვა სტუმრებსაც, გალბატონ ლეილა ნოდიას და ბატონ ოთარ ფრანგიშვილს. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის და გადაცემაში მონაწილეობისათვის. თავიდან გეტყვით, რომ ბატონი ემზარ ცირდავა პირველადაა ჩვენი პროგრამის სტუმარი და ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან აფხაზეთი სოხუმი ჩვენი მოუნელებელი ტკივილია და ეს ტკივილი მუდამ უნდა გვაწუხებდეს. ყველას აქვს ხდომთაც და ვინც გვისმენს მათაც. მე შემიძლია ვთქვა ჩემი გადასახედიდან, რომ ემზარ ცირდავას სურათებში გაცოცხლებულია, აი დაკარგული აფხაზეთი. ომგამოვლილი კაცი, რომელსაც პირადი ტრაგედიაც ჰქონდა, იმ სილამაზემ გადაარჩინა, რასაც მხატვრობა ჰქვია. მხატვრობის ძლია მან დიდ ტკივილს და ის ჩამოყალიბდა ჩემი აზრით ძალიან სერიოზულ და საინტერესო მხატვრად. ასე ახასიათებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ფერწერ ემზარ ცირდავას. ისიც შეიძლება ითქვას, რომ მის ნახატები ხშირად ვან გოგის ნახატებს ადარებენ და მნიშვნელოვანი ალბათ ის არის და აი ბატონი ემზარის პიროვნებაზე ისიც მიუთითებს, რომ მან ხატვა საქართველოს სიმბოლოთი ვაზით დაიწყო და მის ნამუშევრებში ხშირადაა რთველის თემატიკა, რაც ქართული ხასიათით ღვინისა და ლხინის სიყვარულით აიხსნება და კიდევ იმით, რომ ის სწორედ აი იმ ზიან ქვეყანაში, იმ ზიან კუთხეში არის დაბადებული, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. ბატონ ემზარ, ეხლა ნება თქვენია, აგერ თქვენი მეგობრები და უსაყურლესი ადამიანები აქ ბრძანდებიან, ჩვენ ჩარჩოს არავის არ უკეთებთ, რომ გინდათ ეს თქვით, გინდათ ის თქვით, თქვენას გაგეხარდებათ ყველაფერი უნდა თქვა და ჩემი ამოცანა, ჩემი მიზანი, რო გითხრათ, სიმართლე არის ის, რომ თქვენ ახლა საქართველოს რადიოს მსმენელს პირველად ხვდებით. ჩემი გადაცემა. უღრმესი მადლობა ბატონ ლევან. ხო და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დაიწყეთ, საიდანაც გნებავთ ბავშვობიდან, გნებავთ აქედან წავიდეთ ბავშვობისკენ. აი ქალბატონი ლეილაც და ბატონი ოთარიც იტყვიან თქვენ შესახებ. ახლა საკუთარ თავზე ცოტა ძნელი კია საუბარი, უკეთესი იქნება ამის თქვა მინდოდა. მაგრამ თქვენ იმ ბიოგრაფიის კაცი ბრძანდებით, რომელზედაც ღირს ლაპარაკი რასაკვირველია. უღრმესი მადლობა. პირველი სიტყვა მოდი თქვენ მოგცემთ პირველ სიტყვას ლეილა, იმიტომ რომ ცოტა გავათამამოთ ბატონებს. გავათამამოთ. მადლობა. მით უმეტეს მე ძალიან ხშირი ვარ მე თქვენთან ვანო ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი მეგობარი მართლაც ღირსეული მხატვარი და მართლაც ღირსეული პიროვნება ბატონი ემზარ ცირდავა ყავს სტუმრად. ჯერ მინდა ვთქვა რომ აი ის გადაცემა, რასაც ჩვენი საგანძური ქვია, აი ნამდვილად ღირსეულად ეფერება ხოლმე საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, არა საქართველოს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსაც და ამისთვისაც დიდი მადლობა ბატონო თქვენ. რაც შეეხება ემზარ ცირდავას, თუ ვინმეს ეთქმის, რომ აფხაზეთიდან არის, აფხაზეთის ტკივილმა მის გულის გულში გაიარა და მართლაც მის პიროვნებას შეეხო, მის ოჯახს შეეხო, სიცოცხლეს შეეხო, ეს ემზარ ცირდავას და ემზარ ცირდავას ოჯახია. მისი мама გმირი გახლავთ ავთანდილ ცირდავა, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს, ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთება შეეძლო მართლაც ნამდვილ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველს.
მე მართლაც ცრებლის გარეშე აფხაზეთს მიჭირს ხოლმე ეს ლაპარაკი და მithumetes თქვენ ისეთი კარგი მუსიკა წაუნძღვარეთ და ისეთი კარგი სიმღერა წაუნძღვარეთ დღევანდელ გადაცემას რომ აი ბურთივით გამეჩხირა ყელში და ალბათ თითეული რადიო იქნება, ტელევიზია იქნება, პრესა იქნება თითო გვერდს, თითო ფურცელს, თითო გადაცემას ყოველ დღე უნდა უთმობდეს აი ამ თემას. ჩვენ არასოდეს არ დავივიწყებთ აფხაზეთს და ეს ჩვენი ტკივილი ყოველთვის იქნება. და დღევანდელი გადაცემა სწორედ ემზარ ცირდავას რო ეძღვნება, თქვენის მხრიდან ეს ძალიან დიდი გამოხატულებაა სწორედ აფხაზეთის დაფასების, სწორედ აი ამ ტკივილის გახსენების. რაც შეეხება ემზარ ცირდავას, ის აფხაზეთში დაბადებული გაზრდილია. როგორც მხატვარი ის ბავშვობიდან ჩამოყალიბებულია როგორც უნიჭიერესი მხატვარი და მისი ნახატები არა მარტო საქართველოში საზღვრებს გარეთაც უკვე ძალიან მოფენილია როგორც ინგლისი, გერმანია, იტალია, ამერიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში დაცულია მისი ნახატები როგორც კერძო კოლექციებში, ესევე გალერეებში, ეს ტრედიაკოვის გალერეაშია. მინდა გითხრათ რომ აღსანიშნავია ისიც რომ მეუფე დანიელმა ემზარ ცირდავას ნახატი ხატად აკურთხა. ეს არის ალბათ გამარჯვება მხატვრის, რომელიც მართლაც აფხაზეთს ეძღვნება და საერთოდ მისი თემატიკა ყოველთვის გამოდის აფხაზეთის თემიდან. აფხაზეთზეა მისი ყოველი ფუნჯის მოსმა. აფხაზეთიდან იწყება ემზარ ცირდავას მის თვალწინ, როდესაც ის ხატავს, აფხაზეთია ყოველთვის ნაგულისხმები და მინდა გითხრათ რომ ემზარ ცირდავას ხატვის სტილი არის ასეთი, ის დაჩოქილი ხატავს. და ფუნჯით არ ხატავს მასტეხინით ხატავს და თქვენ ალბათ ნახეთ და ჩვენი მსმენელი და მაყურებელიც როგორც ვიცი რომ გადის ხო მაშინ ნახავს როგორი ფერადოვანია მისი ნახატები და აი აქ ვიტყვი სანამ კიდევ ბატონი ოთარი შემოგვემატება და დაამატებს ამ ჩემს საუბარს მინდა გითხრათ რომ როდესაც ბატონი ემზარი ამ ნახატებს ხატავს ის კეთილგანწყობილია ყოველთვის მის ნახატებში იგრძნობა ეს სინათლე შუქი და ახლა მე ვთქვი როგორი ტრაგედია გადაიტანა მან როგორი ტკივილი გადაიტანა თვითონ აფხაზეთის ომში როგორც ასეთი მებრძოლი არ იყო მაგრამ ტრამვა განიცადა მის ყუმბარის აფეთქების დროს დაიჭრა მიიღო სერიოზული ტრამვა ამასაც გაუძლო და მისმა სულმა ფაქტიურად ვერ განიცადა ის რომ გაბოროტებული იყო ან პირიქით უფრო კეთილგანწყობილია და მე მინდა გითხრათ მისი საუბრიდან და მისი ჩვენ მეგობრები ვართ ყოველთვის ჟღერს ესეთი რაღაცა ვინც არ უნდა გააკეთოს თუნდაც სიბოროტე ხო მე ყოველთვის სიკეთით უპასუხებ და ეს ჩანს მის თუნდაც აი ერთ ნახატზე გავამახვილებ ყურადღებას მამა რომელიც მას იქ დაუხრიტეს ეს იქ ჩეჩენებიც იყვნენ რა თქმა უნდა და დედამ საკუთარი ხელით დაასაფლავა თავის ეზოში ჟენია დეიდა მოსაყვარლესი ქალბატონია ემზარის დედა ნადეჟდა ცირდავა ძალიან კარგი ადამიანი მართლაც უდიდეს ტკივილს გაუძლო ამ ქალბატონმა მე არ ვიცი ალბათ თვითონაც იტყვის ხოლმე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა თორე ყველაფერმა მის თავზე გადაიარა და ძალიან ბევრი სიცოცხლე იხსნა და აქედან კიდე ბავშვების ძალიან ბევრის და ამას პლუს კიდევ ჩამოსული უკვე სამშვიდობოს მყოფი ემზარის შვილი აკლია სამსახურებული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მისი ისიც ავთანდილ ცირდავა მისი ვაჟი დიახ ბაბუის მოსახელე და მაინც ემზარის სული ყოველთვის არის გაცისკროებული, ის არის ყოველთვის ღიმილიანი, ის არის ყოველთვის კეთილგანწყობილი ყველას მიმართ და აი ესეთ რაღაცას ამბობს. მე მართალია გამიკეთეს ესეთი შემთხვევები იყო ეს მარტო აფხაზეთში არ იყო ცირდავასთან დაკავშირებული და ცირდავას ოჯახთან სხვებთანაც და ეს რასაკვირველია ძალიან ფართე თემა, მაგრამ ემზარი ყველანაირად ცდილობს და მისი ერთ-ერთი გამოვლენა სწორედ ის არის რომ რამზი კადიროვის ეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის დედის პორტრეტი დახატა ძალიან ლამაზად და მისმა ქალიშვილმა ის მას
კადიროვს პირადად გადასცა შორენა ცირდავამ და ძალიან დიდი მადლიერებით არიან ისინი ახსილინი და ყოველთვის ეპატიჟებიან და არ ვიცი ძალიან კეთილგანწყობილები არიან ემზარის მიმართ. ალბათ სიკეთით უნდა გადაიხადოთ და ნაბიჯია სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით. აი სწორედ სახალხო დიპლომატი თუ ვინმეს ეთქმის ალბათ ემზარს და ალბათ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით ემზარის სახე ემზარის პიროვნება უფრო მეტად ჩანს აი სწორედ ამ თავის მიდგომებში რასაც ის აკეთებს და რაც შეეხება მის ხელოვნებას ალბათ ამაზე კიდევ ჩავერთვებით ახლა მინდა ბატონ ოთარსაც დავუთმო სათქმელი მასაც ბატონ ოთარ აი თქვენი თვალით დანახული ემზარს და გაინტერესებს მეგობარია ჩემი უახლოესი მეგობარია ემზარი ცირდავა მეგობარზე ლაპარაკი ძნელია ხოლმე, მაგრამ შევეცდები ობიექტური ვიყო. დიდებული მხატვარია, მისი ნახატი გაჟღენთილია პატრიოტიზმით, რწმენით, ღმერთთან ახლოს არის, ეთყობა როცა ხატავს, რადგან დაჩოქილი ხატავს. დაჩოქილი ხატავს იმ შედევრებს, სტილოებზე, რომელსაც ემზარ ცირდავას შემოქმედება ქვია. მას აქვს ერთი შესანიშნავი ნახატი, სადაც ხელის გულია თითქოს გაკეთებული და აი ამ ხელის გულში არის წარსულიც, არის მომავალიც, იქ მარცხენა ხელთან არის წარსულის სულები არიან, ხოლო მარჯვენა ხელთან არის მომავალი, სადღაც შორს იკვეთება კიდევ ნათელი მზე ამოდის. ამ ნახატში და გაცისკრომებულია კი ანგელოზებია იქ დახატული და უდაოდ ბრწყინვალე ნახატია მართლა გავს ვან გოგის ნამუშევარს და რა ვიცი მე მიყვარს ემზარის შემოქმედება მან სოხუმი დახატა ამას წინ ისე დახატა სოხუმი რომ სოხუმში არა მოგეხსენება ტოლვილია იძულებით გადაადგილებულია დღეს თბილისშია და რაც მის გონებას ახსოვს აღადგინა ის მომენტი ის ფრაგმენტები და შექმნა შესანიშნავი ტილო სხვა ჩანს თოლიები და იქ აფხაზეთი სასტუმრო აფხაზეთი უკან დიდი ტილოა ძალიან მისი ნახატი საერთოდ მისი ნახატები და მისი შემოქმედება როცა ათვალიერებ გრძნობ რომ აფხაზეთში ხარ ყველა ტილოში აბსოლუტურად წარმოდგენილია ის რაც ახსოვს მხატვარს ანუ როგორც ამახსოვდა აფხაზეთი ყველა ბუნება ყველა ხე ყველა ბუჩქი ყველა ყვავილი ყველა ყვავილში გაცოცხლებულია აფხაზეთი და იგრძნობა რომ აფხაზეთია ნაგულისხმები ყველა ნახატში ამით თუცად ამიტომ არის მისი შემოქმედება ესეთი კარგი და ესეთი ლამაზი. ერთხელ მახსოვს ერეკლეს აღლიანმა მისი გამოფენა თბილისში რო იყო ესეთი რამე თქვა ერთ-ერთ ტილოზე. ბატონ კათრინ ღუზელმა ვაფშე წარმოადგენს. დიახ, ზუსტად მასე იყო და ფას პრეზიდენტი. კი, და იქ ერეკლეს აღლიანმა თქვა ესეთი რამ ერთ-ერთ ტილოზე, რომ აი ამ ტილოზე მე ვხედავ ორ გზას. მართლა ჩანს ის გზა რომლითაც წამოვედით აფხაზეთიდან და გზა რომელიც ბრუნდება აფხაზეთში. და ეს გზა არის გაცისკრუნებული და განათებული. აი იმ ტილოზე არის უფრო ნათელია ეს გზა, რომლითაც ვბრუნდებით და უფრო ბნელია ეს გზა, რომლითაც დავტოვეთ აფხაზეთი. სამწუხაროდ დავტოვეთ სხეულის ერთი ნაწილი დღეს საქართველოს არ აქვს. ეს ძალიან მტკივნეულია, დიდი მადლობა ამ გადაცემის წამყვანს ბატონ ივანე ჯაფარიძეს, რეჟისორს, რომ ესეთი კარგი სიმღერა, ნინო სირგულაძის სიმღერა აუმძღვარეს ამ გადაცემას, რომელიც ნამდვილად რომლის გარეშე არ მოისმინება არასოდეს. მე ულოცავ ემზარს თავის წარმატებებს, მას ჰქონდა გამოფენა მოსკოვში, დრეზდენში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხებში, მისი ნახატები დაცულია სხვადასხვა მუზეუმებში, აგერ როგორც ლეილამ აღნიშნა ჩვენთან ტაძარშიც აკურთხეს როგორც ხატი, მისი ნახატი, ეს ნამდვილად უდავო დიდი წარმატებაა. და მიხარია ეს ყოველივე. აფხაზეთის დაბრუნების სიმბოლო. მეუფე დანიელმა ხატად დაკურთხა. მსახიობმა ნიჭიერმა მსახიობმა პატრიოტულმა ბრძოლმა ხელით შემოატარეს მთელი საქართველო ფეხით. დიდი ხელოვანია. და აფხაზეთის დაბრუნების სიმბოლო. დიდი ხელოვანია ჩვენი ემზარი და ხელოვანია თავად უკვდავება თქვა დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ მართლა უკვდავია და 1000 წლები მართლა წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. და ეს ზუსტად ეს ხელოვნების ნიმუშები რჩება ყოველთვის ჩვენი ეთიკის დასაკმაყოფილებლად. ისე როგორც ყველა დიდ ხელოვანს ტრაგიკული ბედი აქვს ხოლმე ხელოვნებს და ესე იყო კონსტანტინე გამსახურდია. ააშენა სვეტიცხოველი, შექმნა, დამიჭირეს კლავი მომჭრეს, კონსტანტინე არცაკიძე დამიჭირეს კლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაოდა.
ყველა დიდხელოვანს ესეთი რატომღაც ტრაგიკული ბედი აქვს და სიცოცხლეში მაინც არ უმართლებთ ესეა ჩემი ემზარიც არ გამომართლა სიცოცხლეში დაკარგა აფხაზეთი დღეს არის იძულებით გადაადგილებული ისეთი დიდებული სახკარი დატოვა იქ აფხაზეთში და დღეს შეუსაბამო გარემოში ცხოვრობს ნამდვილად შეგეცოდებათ რომ ნახავთ როგორ ცხოვრობს დიდი მხატვარი არ უნდა ცხოვრობდეს ესე არავითარ კრიტიკას ეს არ უძლებს მე მინდა თუ გვისმენს ვინმე ქალაქის ხელმძღვანელობა ან მერია იქნება ერთი პატარა ნაკვეთი გამოუყონ ემზარის მე მეგობრები დავეხმარებით ახლობლები დავეხმარებით და ერთ სახელოსნოს აუშენებთ რომ ასეთ დიდ მხატვარს აუცილებლად უნდა კონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო და სახელოსნო ჩვენ მარტო მიწის ნაკვეთი გვინდა მეც არაფერს არ გითხოთ საერთოდ მე კარგ ადგილას ახლა ოფშკუჩი რომ გამოუყონ ის არ უაწყობს რა თქმა უნდა და თბილისში რომ საერთოდ გინდა გარეუბანში იყოს ოღონდ იყოს კარგი ნაკვეთი დანარჩენს მე ჩვენ მეგობრები მივხედავთ დაობინამზე და აუშენებთ შესაბამის სახელოსნოს რომ მხატვარს კონდეს თავისი შესაბამისი გარემო შესაბამისი მუშაობისთვის ბატონო დავამატებს მიდრე ემზარს გადავცემ სიტყვას მე ემზარმა ილაპარაკოს ახლა მართლაც ძალით შესწევს გადილისაო ეს შეიძლება ვთქვა ბატონო თარზე იმიტომ რომ ბატონო თარი მშენებელი ინჟინერი გახლავთ მისი აშენებული რამდენიმე კორპუსი თბილისში და ის აუცილებლად გააკეთებს რასაც იტყვის მე მინდა გითხრათ რომ როდესაც ქალაქის მერი პირველ სამუშაო ვიზიტი შეუდგა თავის მოვალეობის შესრულება შეუდგა პირველი ვიზიტი ვისთანაც გააკეთა დავით ნარმანიამ ეს იყო ემზარ ცირდავას ოჯახი ეს მისასალმებელია მოედიახ მოინახულა ემზარი ცირდავა მოინახულა ნახა მისი პირველი მერი პირველი ძერ არავის არ დაუფასები ვარ ესე როგორც ბატონმა კი მოვიდა ნახა და რა ვიცი ალბათ გაითვალისწინებს ყველაფერს ბატონი იცის რომ ბატონი ემზარი საქმე მოხდენოს რა ვიცი აი მეორე იძულებით გადაადგილებული პირია თვითონ ემზარი არის ძალიან დიდი ქველმოქმედი ახლა ბატონო მოთარმა კარგად აღნიშნა რა აქვს მას რომ სხვას დაეხმაროს მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ როდესაც ის ქუთაისში იყო სკოლის დირექტორად იყო მაშინ 7 თუ არ ვცდები არა ემზარა 7 ის არა ქვია კალიასკა ის ეტლი აქ გადაიცა ხო და იქ კიდევ სკოლა გადახურა ქუთაისის თავის მოსწავლეებს ფორმით იყო ხელფასით იყო ყველაფრით ეხმარებოდა და აქაც ტოლვილები ვინც ცხოვრობენ იმ სახლში სასახლებულები სადაც არიან ემზარის დახმარებით არიან რომ მოიპოვეს საცხოვრებელი და ჭერი მოიპოვეს აი ამ ქალაქის მერმაგების აღნიშნა მის შემდეგ უკვე დაიწყო დამტკიცება ამ ბინების და ეს ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა ემზარმა ამ ხრივ და თუ მას მართლაც როგორც ეკუთვნის ისე დავაფასებთ ყველანი ძალიან კარგი იქნება და ბატონო კიდევ ერთხელ გიხდით ამისთვის მადლობას რომ აი თქვენ თვითონ მოიფიქრეთ თქვენ თვითონ არავის არ უთქვამს თქვენთვის ეს რომ აი ასეთი მხატვარი არსებობს რაღაცა თქვენ თვითონ მოიპოვეთ ინფორმაცია მასზე და მართლა ძალიან დიდი ეს დაუმატებდი თუ შეიძლება ეს დაუმატებდი არ მინდა გამეორდეს ეს ჩვენი ხელოვნების ქართული ხელოვნების ტრაგიკული ბედი ის ემზართანაც ისე როგორც ფიროსმანი სიცოცხლეში არ დაფასებულა და სადღაც სარდაფში გარდაიცვალა ტერენტი გრანელი სიცოცხლეში არ დაფასებულა და ძონძებში და იმაში გარდაიცვალა გალაქტიონიც არ დაფასებულა თქვენ წარმოიდგინეთ ყველამ კარგად ვიცით ის ტრაგიკულად ისე დაიღუპა რომ ცხოვრებაში შესაბამისი დაფასება არ ქონია და არ მინდა ჩემი ემზარიც ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან რომ არ დაფასდეს ამისთვის დიდი მადლობა მისი შემოქმედება მისი ნახატები ნამდვილად იმსახურებს რომ ის დაფასდეს დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემის ავტორს ბატონ ივანეს რომ აი ეს დააკეთა დღეს რაც გააკეთა სამწუხაროდ ასე ხდება უფრო მეტად რომ ჩვენ სანამ ცოცხალი ადამიანი არ ვაფასებთ მის შემოქმედებას, არც პიროვნებას, არც კაცურ თვისებებს, არც ადამიანურ ღვაწლს და შემდეგ რომ გარდაიცვალება ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს მე შემდეგ მივყვებით ხოლმე საფრთხეში. ჩემი ამოცანა, ჩემი დევიზი ცხოვრებისეული არის ეს მივანიჭოთ ადამიანმა ერთმანეთს სიხარული. მოვეფეროთ ერთმანეთს სანამ ცოცხლები ვართ თუ არა. შემდეგ ის აღარავის აღარ კიდე ის უკვე უფასურდება ის დამოკიდებულება რა ჩვენ მიცოლებულების უკანმიდებლებული ლამპარია
და განსაკუთრებული ჩემთვის არის მე ახლა გულში მომხდა როგესაც იმას რომ გადავავლე თვალი ემზარის ცხოვრებას ასე შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთ ნახატზე ამბობს ეს რიწის ტბა თავისი მთებით ჩემი ტბა რომელიც დაპატარავდა ასე მაქვს იგი წარმოდგენილი 20 წელი გავიდა თავრობები ერთმანეთთან ჭიდილში არიან ჩემი ტბა კი დაპატარავდა და შლამით გაივისო ეს სიმბოლოა აი მურთიერთობის და იმ დამოკიდებულების რაც ჩვენ გაგვაჩნია აფხაზეთის მიმართ. და მეორეა კიდე ასეთი ფრაზა ებზარის ხატვა ეს არის ცხოვრება, სიცოცხლის გაგრძელება სიკვდილის შემდეგ. ჩემი სურათები თუ ეარსებებენ, ესე იგი ვიარსებებ მეც. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება იმიტომ მაქვს აფხაზეთის მიმართ, რომ მე მაწილ კაცობიდან დაწყებული 64 წლიდან როცა ემზარი დაიბადა, აი იმ წლიდან პირველად მე სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობდი გეოლოგიურ ექსპედიციაში აფხაზეთში და იმის შემდეგ მე 17 წელიწადი ვიმუშავე აფხაზეთში. ისე რომ აფხაზეთი ძალიან ახლო და ძალიან ნაცნობია ჩემთვის. მე ვყოფილვარ ძალიან ბევრ ოჯახში, მე ვყოფილვარ ძველი აფხაზების ოჯახში. აი სადაც თავიდან ბოლომდე ეს არისტოკრატიზმი რომელიც მე იქ მინახავს, ხო ამას ვერსად ვერ შეხვდები და ვერსად ვერ ნახავ. მე მინახავს ის დამოკიდებულება აი ღრმად მოხუცებული ნამდვილი აფხაზების აფხაზურის მეტი რომ არც ქართული იცოდნენ, არც რუსული როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ თქვა სტუმართან თუ შინაურთან. ეს ხო გაკვეთილი იყო ჩემთვის, ეს ხო აი რაც მინახავს, რასაც უყურებ, ამას ხო ვეღარ მოგიყვება. ამის შემდეგ და ამიტომ შეიძლება ასე ითქვას, რომ მართლა კენჭი არ არსებობდა აფხაზეთში ჩვენ ვარ ვწოდნოდა, მით უმეტეს როგორც გეოლოგებს კიდე სხვა დამოკიდებული ბუნებასთან, რომელიც იქ არის, უნიკალური, სასაული, ფანტასტიკური მართლაც და ამდენად ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ახლა აი ემზარს სრემლები რომ ვადგა მეც მაინც ბულჩული კაცი არა ვარ, მაგრამ ხანდახან მეც ვერ ვუძლებ ხოლმე ამას, იმიტომ რომ ვისაც აფხაზეთი არა აქვს ნანახი, აი ქართველს, ვისაც ახლა მე ეს ახალგაზრდობა მეწოდება, ვისაც არა აქვს ნანახი აფხაზეთი, იმან ხო არ იცის რა არის ჩვენი სამშობლო. დიახ. კეთახმებით. ეს მართლაც აი შეიძლება ითქვას ნაღები საქართველოსი მოართვეს ჯერჯერობით, მაგრამ მე მაინც მჯერა ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ და არ შეიძლება რასაკვირველია ჩვენ უნდა გავანძუროთ ხელი ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ თუ უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ და ვიმუშაოთ და აი ესეთი პიროვნებები როგორც ემზარცირდავა გამოვიყენოთ სწორედ იმ სახალხო დიპლომატიით ის ნათესაობა ის ურთიერთობა აღდგება სწორედ აი ესეთი ადამიანები თვითონ ემზარი იტყვის ალბათ რომ აფხაზი დაეხმარა დედამის რომ ბავშვები გამოეყვანა და გადაარჩინა თვითონ დასაკვეთად ვიყავდა და ხელში ბავშვით და გადაარჩინა სწორედ და თვითონ ემზარი იტყვის კიდე რომ დღესაც ყავს ემზარის აფხაზეთში აფხაზი მეგობრები რომელთანაც თბილი ურთიერთობა აქვს და მიწერ-მოწერა აქვს. მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს რომელთაც ისეთი ურთიერთობა აქვს აფხაზებთან დღემდე ზოგს ნათესაური ზოგს მეგობრული რომ ეს ურთიერთობა არის გამოსაყენებელი რასაკვირველია ჩვენ ნელ-ნელა აი ამ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ შეიძლება ასე ვთქვათ ჩვენ დაგვაცილა აფხაზეთს თუ არა აი იმ პირველ პერიოდში როცა ის ომი მოხდა და ის ომიც მე რომ მკითხოს კაცმა ხელოვნურად იყო გამოწვეული რასაკვირველია მე ამას ვერავინ ვერ გადამარწმუნებს ამაში იმიტომ რომ ატყუებდნენ ხალხს და ესეც ჩვენი საზოგადოების უვიცობის ბრალიც არის. მე გეოლოგი ვარ და კარგად ვიცი იქაურობას, კარგად ვიცნობ სამეგრელოს, კარგად ვიცნობ აფხაზეთს და როცა თავრობის მეთაური გეუბნება შაერო ჩვენ რკინიგზის დასაცავად მივდივარ ჩხოროწყოში და ჭალენჯიხაში რა უნდა რკინიგზი. და მიდიხარ საუნბრად. ხო და შეიარაღებული არმია და ბანდა მიყავს. ეს რასაკვირველია მე ჩემს საყაჩაღუს მიდიხარ, საყაჩაღუს შეხედულებები მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა მე ახლა ეს პოლიტიკური ხაზი წავიდე საერთოდ ვერიდები პოლიტიკაზე ლაპარაკს. ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ ახლა ახსენა კიდევაც ბატონმა ეზარო საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია გიფა ქვია ხო? ჯეფას პრეზიდენტმა კეტრინ რუსელმა განაცხადა რომ მისი ნამუშევრები გადაიგზავნა ფრანგ კოლეგებთან დაემსახურა დიდი მოწონება და ამ გამოფენის შემდეგ ვაპირებთ რომ მისი ნამუშევრები წავიდეს საფრანგეთში. მნიშვნელოვანია ისიც რომ მას ძალიან ბევრი ფრანგული სახე და სიუჟეტი აქვს დახატული და ახლა აი წაგანაც იყო ჩვენ რო ვაჩვენეთ აი ნახატები რასაკვირველია ყველა ფრანგმაც იტალიელმა შეიძლება თქვას რომ ეს ფრანგიან იტალიელი ისე როგორც ქართველმა შეიძლება თქვას რომ ეს ქართველია და ქართველები არიან რასაკვირველია მისი ძირითადად მისი ნაწარმოები. დიახ ბატონო, პირველი გამოფენა ბატონ ემზარს მოუწყო დედათა კომიტეტმა, ხო მე ასე ვიცი აფხაზეთიდან ქალბატონმა კეთევან ადამიან, ხო ეს ძალიან კარგი ქალბატონია, რომელიც აი დღემდე მუშაობს სწორედ აი ურთიერთობის თემებზე.
ძალიან კაცსა, აი ერთხელ მართლა როდესაც ხელახლა მადლობა ქალბატონო. შემოდგომიდან ქალბატონ ქედამას აუცილებლად მოვიწვიოთ ისეთ კარგ საქმეებს აკეთებს, აი ამას უნდა გახმაურებოს, კარგი საქმე რო გაუხმაურებათ აკეთებს და გავახმაუროთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მასთან შეხვედრა როცა ეხლა მე მაინც სულ ეხმარება აფხაზეთიდან ჩამოყავს აფხაზეთის შეხვედრები. ხო, ეს ქალბატონი აუცილებლად მოსაწვევია რადიოში. ეხლა ბატონ ემზარს მივცეთ. უნდა გავყიდო სანამ მივცემ სიტყვას ახლა კიდე რომ ბატონი ემზარი გარდა იმისა რომ შესანიშნავად ხატავს შესანიშნავად წერს ლექსებს. ლექსებსაც წერს. კი. რამდენიმე ლექსი მივიწყოთ. ერთი აი მაგალითად ხატვის ტკივილი ჰქვია ამ ლექსს, ნუ მე მაინც მინდა წავუკითხო ჩვენ რადიოსვენელს. მენატრება აფხაზეთი, მამის ნაფეხურები, სხვას რომ ხედავ მაგონდება აფხაზეთის პალმები, მენატრება ის ადგილი, გმირთან ატერფალები, აფხაზეთო როდის გნახავ, ნეტა რად მემალები. დამიღონდა გული მე და დამიმძიმდა თვალები, გმირთა გვინმა მესმის ღამით ვერსად ვერ ვიმალები, დაუბრუნოთ საქართველოს გმირთან აიარები, საქართველო, შენ კი გენაცვალე. გენაცვალე. დიდი მადლობა ამისთვის, ნახატებისთვის და ეხლა უნდა დაიწყოთ ლაპარაკი და ვეღარ უნდა გაგაჩეროთ ისევ ლაპარაკოთ. დაიწყოთ ბავშვებიდან. დაბადებით ბავშვებიდან. მე სანამ დავიწყებდე საუბარს პატრიცემულებო, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენს პატრიცემულ სტუმარს, პატრიცემულ ლევანს. აქ მოწვევის ივანეს. პატრიცემულ ივანეს. მე იმიტომ ადგება თვალზე ცრემლი, რომ თქვენ დაინახეთ ის, რაც დასანახი იყო. ზოგს უნდა დაინახოს, მაგრამ ვერ ხედავს, იმიტომ რომ თვალები უკვე დამნელებული აქვს რაღაცების გამო და ამის გამო მე არ მინდა რომ გავაგზავნო საუბარი. მე მინდა რომ კიდევ მადლობა სპეციალურად გავიკეთე ოპერაცია სათვალე მოგხსენე რომ გაფართოებული თვალებით უყურო სამყაროს. ო, ასე ყოფილა თურმე. ო, შემდეგ დიდი მადლობა მინდა ჩემს მეგობრებს, ჩემს პატრიცემულ ოთარსა და ქალბატონ ლეილას მადლობა გადავცე იმ ყურადღებისა და პატრიცემისათვის. და ყველაზე უფრო პირველ რიგში მე მინდა ჩემს მსმენელებს, რომლებიც ძალიან ბევრი 10,000-ობის ხალხი გვიყურებს და უფრო მეტი მე მგონი და რომლებიც მიცნობენ პირადად ჩემს საყვარელ მეგობრებს, მინდა მადლობა უთხრა მოსმენისათვის, ტელეკომპანიას მადლობა მინდა მოსმენისათვის. პირველ რიგში ყოველთვის ღირსებით უნდა იწყრო ადამიანობა და ეს ღირსება თქვენ უკვე ნელ-ნელა აღადგინეთ. ასევე დიდი მადლობა მინდა მე აფხაზეთის ტელევიზიას, საერთაშორისო იმედს სულას მოვახსენო მეორე ახსას, რომელიც ჩემთან მოდიან და გადაცემებში ღებულობენ მონაწილეობას. დიდი მადლობა მინდა ვინც მისმენს საზოგადოებას, ხარში დაუდგები ყველას და რითი შემიძლია. შეიძლება მე არ მქონდეს ის რაც უნდა კონდეს ადამიანს, მაგრამ შეიძლება მე მქონდეს ის აზრი და გონება, რომელიც უნდა გამოიყენოს. სხვადასხვა მე ბავშვებიდან არ ვიწყებ. მე ვიწყებ რომ ზეუნდა ბავშვებს შემდეგ ბავშვებს თუ შეიძლება ხო, თუ შეიძლება ესე ვთქვა. პირველ რიგში, როდესაც ჩვენთან იყო მოწვეული სტუმრები, რომელიც ეხლა ახსენეს კიდევ ქალბატონ ქეთემანმა მოიწვია აფხაზეთიდან ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები. ადამიანს. ასევე მადლობა მინდა ქალბატონ ქალთრენს იმ შესანიშნავი საღამოსათვის. ასევე მინდა პატრიცემულ თემურ ჟავიას, გია გვაზავას, ვახტანგ ყოლბაიას, ყველა ჩვენს მეგობრებს, რომელიც თემური შაშიაშვილმა იმოდენად დიდი საქმეები გამიგეთა, როდესაც ჩვენ დევნილები როცა ვიყავით, 29 წელს ვიყავით. ბავშვი ვქია 29 წელს. კაცი არ ვქია, ხო, უფრო უკვე და როგშიოდა და როგ წყუროდა, მაშინ დაწყებული საჭმელი სანოვაგით სახლით, კარით, ყოველნაირად მთელი 2-3 წელიწადი ხარში, ხო, შეგვინახა, ეს პატარა რაღაც არ არის და ეხლა ხან ერთი თვე არ არის გასული ქართული ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრი გავხდი. ქართული არქის, დიახ, დირექტორთა საბჭოს წევრი. თანაც მისხეს რომ მესამე დირექტორად რომ წახვიდე ბატონ ემზარი, მე ვთქვი ამდენ ვერ გავუძლებთ, იმდენი არის საქმეები გასაკეთებელი რომ თავარი საქმე რაც გაკეთეთ, ხატვას არ უნდა დაანებოთ თავი. არა, ხატვას მე საერთოდ ძინავს ბავშვებიდან 5 საათი, 4-5 საათი მძინავს. მეტი არა, ღამით მუშაობ უფრო, იმიტომ რომ ეს მუშაობს ჩართულია. ღამით მუშაობ უფრო და აი ღამით მუშაობის დროს სტუმარიც უნდა მიიღო
უნდა ხატო კიდებას და ამ საზოგადოებრივი მოღვაწეობას კიდე უნდა ეწეოდე, როგორც საზოგადო მოღვაწე და სახალხო დიპლომატი. ასევე მე მინდა თქვა ის, რომ ბავშვობაში, როდესაც მე ვიყავი ჯერ კიდევ მსახურობდი და შემდეგ ჯარის შემდეგ მოვხატე მოსკოვის პანო 6 მეტრა სიგრძის და 8 მეტრა სიმაღლის, ორი პანორამა. დღესაც არის მაგი. ასევე მინდა კიდევ ჩემს უნივერსიტეტს ჩამოვუტანე ბრონზის медаლი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ავიღე მეორე ადგილი, მე მაშინ ვიყავი 20 ბრინჯაოს დია. ეხლა ცოტა ღელავა რომ ეთერში არაუშავს, არაუშავს. ხოდა მაპატიებს სმენელის და პატრიოტიზმულებს გაგინა მაპატიეთ ცოტა თუ არა, გავასწორებ ხოლმე თუ არა ქართულ. ხოდა შემდეგ ბრინჯაოს медаლი რაში ჩამოუტანე? უნივერსიტეტებს შორის იყო გამოფენა. ბატონო ოთარ და ვიყავით წარდგენილები ჩვენი უნივერსიტეტიდან. ხოდა როგორც ერთ-ერთი წამიყვანეს ეს მოსკოვში იყო ვედენხაზე. აფხაზეთის უნივერსიტეტის სტუდენტობა? სტუდენტობის დროს, ხო? ხოდა ეს იყო ანუ ნახატმა მიიღო ბრინჯაოს медаლი. ნახატმა მიიღო და ჩამოვიტანე უნივერსიტეტს. გასაგებია. ეს 21 წლის ვიყავი. 21 წლის ვიყავი, ახლა პანოები რომ მოხდა მოსკოვის გენშტაბი, ისიც. ეხლაც იქ არის ასხონოს ერთმა სტუმრად გიოხშირა დადიოდა დიმიტროვი. ეს რა პერიოდია ჯერ კიდე აფხაზეთში? არა, სადა, სტუდენტობის დროს. ამას გეუბნები 25 წლის ამბავს. ომის მერე. ხო. ომის მერე გენა. ომამდე 20 მე ვიქნებოდი მაშინ 22 წლის. ესე იგი აფხაზეთში იყო უნივერსიტეტი ჯერ კიდე. იყო როგორ არა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი. ხო, არა, მაგას ვამბობ. ესე იგი ჯერ ბატონო ივანე ომამდელი ამბავი. ხო, ემზარის თავიდან სამხატვრო არ დაუმთავრებია, სუბტროპიკული უნივერსიტეტი დაამთავრა და სამხატვრო აკადემია. სასწავლებელი დაამთავრა სუბტროპიკული უნივერსიტეტის შემდეგ ბაუმანის უნივერსიტეტში სწავლობდი მოსკოვში. ომი რომ დაიწყო, ბოლო კურსზე რომ ვიყავი, მაშინ ხო. აი მოსკოვში დაამთავრა მე ბაუმანის ხელოვნების მხატვრობის განხრით. ხო, ხელოვნების ფერწერის განხრით. ფერწერის განხრით. მე რამდენი მინდა რომ ვისაუბრო პატრიოტიზმულებად თქვენ რომ თქვით, მე რა უნდა დავამატო მეტი, ამიტომ მინდა რომ უფრო ცოტა ესეც ხელოვნების დიპლომატიურ კუთხეს თუ შეიძლება რომ ეს არის თავარი რომ მე ბოდიში მე მგონი მოსკოვშიც ქონდა შენ გამოფენა ხო? როგორ არა, კი, იმაზე მოგიყვებით ახლა. როდესაც მე სახელი და გვერდებით არ ვიტყვი, ეს იცის თელმა საქართველოს. იმიტომ რომ სახელმწიფო მინისტრებიდანაც არ სახელი და გვერდს ვიტყვი. ჩვენი დიპლომატები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები ჩემთან ოჯახში მოდიან, თან იქაც მიწვევენ, მაგრამ უფრო მეტად ხშირად ჩემთან ოჯახში. და ყველა მიცის. ეს, ამიტომ მე არ მინდა ეს სახელი და გვერდები რომ ეს არის ცოტა სხვა კუთხე არის, ისეთი რომ ეს საგანია საუბრის, მაგრამ ისა ფაქტი რომ ეს ყველა მიცის ტელევიზიები ამას საუბრობენ, თქვენც ისაუბრეთ და მადლობელი ვარ რომ ასე რომ გავამაჩინე. ესაა ჩემი გამოჩენა. მე შეიძლება ფული არ მქონდეს და არ მაქვს. ეს საქმე, მაგრამ იმოდენას საზმადო სამეგობრო მყავს გვერდით, რომელიც ჩემზე არ გზნობინებინა ჩემს არც გუბერნატორს, არც ჩვენ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ემზარით სირდება ხეს კარგი არის რომ ხეს არ მიშლიან. ეგ უკვე დახმარება. ეს უკვე დახმარება, ხეს არ მიშლიან რომ ისევე როგორც მთავრობის ხელისუფლებები, ეს დიდი რაღაცა არის, როდესაც შენ არ გიშლის ხელს თვითონ არ შეიძლება რომ ხომ გაზღებდეს როგორ არის ეს არ ვიცი ეს პოლიტიკის ბევრი რაღაც მაგრამ კარგი არის რომ აი ხეს როდესაც არ გიშლის ხელისუფლება რომ შენ აკეთო შენი შემოქმედებიდან გამომდინარე დიპლომატიური მოღვაწეობა აწარმოო ყველა ქვეყნებთან არ აქვს მნიშვნელობა. ეს ისე სხვათა შორის ბატონებზე თქვენი დამსახურებაა, იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკური კარიერა არ გაინტერესებთ. და მაგიტო, აი სწორედ ხელი შეშლა თუ დახმარება გამოდის სწორედ იქიდან, როცა თქვათ პოლიტიკისკენ ისწრაფვის შემოქმედი. მე ესე მჯერა, შემოქმედს რაც გააჩნია, რაც განგებამ ნიჭი უბოძა, აი იქ უნდა იყოს და იქ უნდა დაიხარჯოს. იმიტომ როგორც კი სხვა გზით წახვალ იმასაც კარგავ, სადაც ძლიერი ხარ, სადაც ჭეშმარიტი ხარ და იქითაც მე მაინც და მაინც დიდი ესეთი ჩემთვის მაგალითად ახლა ქუდი რო შემიგდო არ წავა მთავრობაში. არა, იმიტომ რომ სხვანაირი გახდა სიტუაცია. მე მინისტრადაც ვიყავი წარდგენილი კულტურის მინისტრი. შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ განათლების და კულტურის სფეროში, მაგრამ ასე არ წავსულა.
სწორი ხენით. მაგრამ ერთი ის არის რომ შეიძლება დაუნახეები კი არ არიან, მაგრამ იციან ჩემი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩეჩნეთთან, იმასთან, ინგუშეთთან, აფხაზებთან, ასაბარო, აფხაზები ხელის გულზე გადარებს ემზარი, როგორც ამოდიო. ქალბატონ ადამიანს მინდა მადლობა მოახსენო მის გულისათვის, რომ ემზარი ჩვენ როდესაც ჩემი გამოფენა იყო და იქ მთელი მთავრობის ჩვენი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სულან იყვნენ და როდესაც თქვა, რომ ჩვენ ემზარი უნდა ყავდეს კეთილინების ელჩად აფხაზეთში. ეს შემდეგ მოვახსენე მე ბატონ დაურ დარბას, პარლამენტის წევრი, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი და თანაც არის ამ თავმჯდომარე არის ამ ყველა პარტიების თავმჯდომარე და თანაც არასამთავრობო ორგანიზაციების თავმჯდომარე უფროსია მთლიანად, რომელსაც მიწერა გვაქვს და მეუღლე ყავს ქართველი, მე მადლობა მინდა, მაგას სულ ხარო ქართულად წერს. დაურ გაგდავი გრუზინსკომ языке начали писать. ხო და მე ამითხრა იცი? მეუღლე გვერდზე ხო ქართველი მყავს, ეზარი დაგავიწყდაო. ხო და მე ჩემშვილებს ქართულს ვასწავლე და ქართულ ადაწესებზე, როგორც ჩვენი აფხაზური ქართული ადაწესები იყო მაგაზე. ეს ახლა გვიგურს თორე ყოველთვის ძმები ვიღავით, აფხაზები, ქართველები, ოსები, ვიღავით გადანათლულები, გადმონათლულები, ქონდა მისვლა, მოსვლა, ისე უნდა აღდგეს ეს ბატონმა ივანემ სწორად თქვა წეგან, გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ყველა ეს ურთიერთობები და აღდგეს ეს ურთიერთობები. ჩვენი ძმებია ის აფხაზები და ხელი არ უნდა ვკრათ და არც იმათ უნდა ვკრან ჩვენ ხელი. მე მადლობა მინდა ყველა ხელისუფლებას უთხრა იმის გულისათვის, მაპატიეთ ერისმუსლიმ ბატონო, რომ კიდევ ვიმეორებ, რომ ხელს უარ მიშლიან. ესე იგი ეს არის დიპლომატიური ჩემთან მოდიან საუბრობ ამ საკითხებზე ეს არ არის აი შემდეგ რომ მოხვალებსა ხელი შეწყობისთვის გადაგეხადოს მადლობა ყველასთვის ხელი მე მაგალითად პირადად აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება ურთიერთობების დათმობით მესახება ისევ და ისევ ურთიერთობები უნდა დათმოს და საქართველოს უნდა შექმნას ისეთი პირობები რომ მოისწრაფოდეს შენგენ აფხაზეთიც და ოსეთიც ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს საქართველოს იმდენად რომ აფხაზებს შენთან უნდა ერჩივნოს ყოფნა ვიდრე რუსეთთან თუ სხვასთან და ურთიერთობებიც უნდა დათმეს ისე ძველებურად როგორც იყო ეს აი ადამიანებს შორის ურთიერთობები რა და კიდევ ახლა სანამ დრო ლაპარაკს უფლებას მაძლევთ ერთ დავამატებდი რა მე ბატონი ემზარი გამოფენის შემდეგ გავიცანი და მის იცის ემზარი რომ გამოფენაზე ორი სურათი შევიძინე მოუწოდებ ყველა მსმენელს მოუწოდებ ყველა ემზარის ახლობელს რადგან ემზარის უჭირს დღეს ასე თუ ისე შეიძლება შევიძინოთ ჩვენ თვითონ თითო სურათი ორი სურათი სამ-სამი სურათი ემზარისთვის იქნება ეს მე ვფიქრობ ძალიან კარგი ხელის გამართვა და თან ჩვენ სახს დაამშვენებს მისი ნამუშევრები და როცა მხატვარს გამოფენისთვის დაჭირდება ის არ იქნება ის საძებნი სადღაც შვეიცარიაში და ავსტრიაში ემზარის სურათი რომელიც საქართველოსდან გავიდა ის დაკარგულია უკვე ჩვენთვის და გამოფენის დროს მისი მოძიება უკვე მხატვრისთვისაც ძნელი იქნება და ის სურათი რომელიც დღეს ჩემს სახს ამშვენებს როცა ემზარის დაჭირდება და ამერიკავს მივიდან გამოფენაზე პრობლემა არ არის ხო და ყველაზე კარგი არის პატივცემულო გაწყვეტინებ კიდევ ახლა მე ყოველთვის ჩემი ნამუშევრები ეხლა რომ აქვს სახში შეფასებული არის როგორც დრეზდენის ისევე იმიდან იყვნენ ჩამოსულები ექსპერტების მიერ ჩვენი რა თქმა უნდა კიდევ ასევე საფრანგეთის წარმომადგენლობა ლურის წარმომადგენლობა 1.5 მილიონი და ამ დროს იქნება მასა ჩალისპასა. აი მე დაფასდება მე ეს არის რომ ამიტომ ვეუბნები მე სულ ყველას ფიროსმანის დაფასდება მე მოასწარით ეს შეიძლება ფასობრივ ემზარი მილიონერი ხარო გასა შერავნა ხო და შემდეგ კიდევ რამდენი ეს რა არის პატივცემულო იცი ის ღირს მაგრამ მე ვყიდი კრასკის ფასადო რომ მე ახლა მსმენელებთან ვაანონსებ რომ ემზარის დღეს ემზარისთან შეგიძლიათ ეს წილოები შეიძინოთ 400-500-600 ლარად რომელიც ალბათ ერთი რამოდენიმე წლის შემდეგ 10ჯერ და 20ჯერ და 100ჯერ მეტი შეიძლება ღირდეს და ამიტომ კარგი იქნება თან ხელს გაუმართავთ მხატვარს რომელიც ქველმოქმედებას ეწევა და რომელსაც ჭირდება ის ყველა ნახევარი ყოველთვის ვაკეთებ მე ქველმოქმედებას თან მინდა დავამატო რომ ემზარი არის ძალიან კარგი ოჯახის მამა ძალიან კარგი ოჯახის ბაბუა აქვს მეუღლე დარიკო რომელიც არის მართლა ძალიან მშვენიერი და ძალიან კარგი ადამიანი მის მარტო სტუმრებს ვერ აუდის იმდენი სტუმარი მოსდის მას ემზარს სახში სახელოსნოში რომელიც სახელოსნოდაც აქვს სხვათა შორის ბატონ მავთარმა კარგად თქვა მას აუცილებლად სჭირდება
ცალკე კონდეს თავისი დამოუკიდებელი ოთახი სახელოსნოდ და მინდა გითხრათ რომ მისი შვილები ძალიან კარგები არიან ქალიშვილი ნათია მუშაობს აფხაზეთის მთავრობას და ბიჭი კიდევ ძალიან კარგი ბიჭი ყავს ასკანელებთან ისეთი კარგი თავისი საკუთარი შვილივით აკავს ქალვაჟი ყავს და 4 შვილი ხო? 5 შორენამ სხილაძე ცირდება. ნუ კადირას რომ მიართვა. აი დიპლომატია ეს არის ზუსტად. ეს შვილია? ეს არის შვილი და შვილი ჩემი ქალიშვილი. შორენა. მე მადლობა მინდა აქედან კიდევ სამი შვილი. შორენა და ნათია და 4 ავთანდილი? ავთანდილი ხო და დაიჟენი შეგიდე? არა, დავიბენი ხო თქვი რომ დაიღუპა საცოცხლები ვთქვი სამი ყავს. აღსახსნებელი კომუნისტების დროს კომუნისტებიც კი აძლევდნენ ხელოვნებს სახელოსნოებს, აი კიფშიძის ქუჩაზე 5 ნომერში იყო სახელოსნოები რა. მე ხშირი სტუმარი ვიყავი, ჩემი მეგობრები მუშაობდნენ, მოქანდაკეები იყვნენ, პადრიც ხულუხია, შაფროთცირია, ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობარიც არის, ბევრი მეგობარი მყავდა იქ და ეს საჩუქარი იყო სახელმწიფოსგან უფასოდ, უსასყიდლოდ, სახელოსნო იყო, რომელსაც შუშის ჭერი აქვს და ბოლოს სართულებზე იყო ჭირდება ყოველთვის განათება უნდა იყოს ძლიერი. დღეს რომ მზარი ხატავს, იქ არის ცოდვის ტირილი, ესე ვიტყოდი რა. მე აი კითხვაც მინდოდა ბატონ ოთარ, რო თქვა რომ ღამე ვხატავ მე რომ ახლა მე რამდენადაც ვიცი ხატრებისგან ხატავს ურჩევნია რომ დღიშუქზე ხატოს ვიდრე ეს პროჟექტორით ხატავს განათებები აქვს და ეს ფიზიკურად მე დროც არ მაქვს მაგრამ ღამე ვხატავ ხო და იქ განათებაც არ აქვს ღერო ხატოს მაინც ბნელი ოთახები აქვს მზარეს იქ სახლია ის საცხოვრებელი სახლია სახელოსნო არ არის ბევრი ცხოვრობენ შიგნით და აი ეს არის როგორ ვთქვა აი ძალიან შემჭიდროებულ გარემოში მუშაობს და აი იმიტომ ჭირდება მზარის აუცილებლად ერთი პატარა მიწა რო იყოს და რაც მე მშენებელი ვარ დამიდგებოდა კიდე კეთილი მეგობრები ყავს მზარის გვერდში ბიზნესმენებიც არიან და აუშენებდით აუცილებლად ერთ პატარა ლამაზ სახელოსნოს სადაც უკეთეს შედევრებს შექმნიდა ჩვენი ჭალებში ვან გოგი ქართველი ვან გოგი ქართველი ვან გოგი ბატონო თუ შეიძლება მამაზე ისაუბროს მან უკეთესად იცის როგორ დაიყო და რა შეემთხვა მამამის ციგნიც არის გამოცემული მე მგონი. გულს ვადგენთ ახლა ჩვენ გულს ამზარის. მე ორი სიტყვით ვიტყვი ამას, მეტი არსემელია რა, მე ამას როდესაც ლაპარაკობენ, როდესაც საუბრობენ ამ საკითხზე ძალიან გული მტკივა და მაგრამ ორი სიტყვით ვიტყვი. მამაჩემ ომის დროს შვილებო თქვენ შეიძლება უნდა წახვიდეთო და მე არსად არ წავალ აფხაზეთს არ დავტოვებო. მე ჩემი აფხაზის ძმები არ მომკლამენო. და თვითონ მებრძოლი იყო мама. რა თქმა უნდა დამიხრუტეს мама. და დედაჩემა შვილებმა ფანჯინა გადაიყვანეს და არსებინდია. ხო და რა მინდა რომ თქვა იცით? მაგრამ თქვა მე არ დავტოვებ აფხაზეთს, მაგრამ მოვა დრო ჩემო შვილებო დამარხავი არ გვიყოლებათ, ჩვენ დამარხავი ისე მიდის საქმეო. თქვენ არ იცითო კიდევ დამარხავი არ იყოლებაო. ჩვენ გვეცინებოდა მესაფლავი არ გვეყოლებაო. ხო, დამარხავი არ გვეყოლებაო და აი ზუსტად ისე მოხდა, რომ წინასწარ თქვა რა ადამიანმა ასეთი რაღაცა. მაგი იყო ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირი იყო. კრუსუფროსი იყო საკონტროლო სერვისის სამმართველოს, ქალაქის მთავარი ეკონომისტი იყო, შემდეგ იყო მეურნეობის დირექტორი, ეკონომიკის თავმჯდომარე, რა ძალიან უპატიოსნესი ადამიანი, უპატიოსნესი. აი ეს არის და მე მადლობა მინდა კიდევ უთხრა თქვენს დედამ გადაისახნა ხო დათხარა გათხარა დედაჩემმა და გადაარჩინა კიდევ 5 მცირე წლოვან ბავშვთან ერთად სხვების გადაარჩინა და მე მინდა აღვნიშნო კიდევ ის რომ როდესაც ჩემი შვილებს როდესაც ხრიტავდნენ დედასთან ერთად და ჩემ მეზობლებთან ერთად იქ უცებ აფხაზი მოვიდაო დედაჩემი წერს თავის წიგნი სამ წიგნად არის მიწაქვია ამას იქ დევს ჩემთან გამოგიგზავნით სოციალურ ქსელში დიახ მე მინდა მანანა ნაჭყებიას დიდი მადლობა მოვახსენო ამისათვის და კარგად დაწერეს ასევე ეკარსათიას ტოკლიკაშვილ ლენინას ესე ისეთი მთელი ისტორია დაწერილი მან და მე მინდოდა რომ ნუ გზარიმ გალუბლისთვის ჩვენ მხატვართა კავშირს და საქართველოს მხატვართა კავშირს ნუ სუყოლას მე ვეამბოლები ვიცი რომ სუყოლას უყვარ ვარ მაგრამ კრიტიკული ვარ ხანდახან და კრიტიკული თვითონაც არიან ხო მაგრამ უნდა ვიყოთ კრიტიკული რა უნდა ვქნას
და კიდევ თავს ვიყევებ იმდენს არ ვლაპარაკობ, რამდენიც არის საჭირო რო ვთქვა ამ დიპლომატიურ ურთიერთობებში. მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი გადაცემა რახან უკვე დასასრულს უახლოვდება. უცებ გადის რომ ესეთნაირად მე ვთქვი თავშივე რომ ჩვენი შეხვედრა არის პირველი, მაგრამ ეს არ არის ბოლო შეხვედრა, პირველი და უკანასკნელი შეხვედრა არ არის ჩვენი. ჩვენი ეს დღევანდელი შეხვედრა, ჩვენი დამეგობრება, ჩვენი დაძმობილება საწინდარი არის იმის, რომ ჩვენ მომავალში კიდე შეხვდებით, ჩვენ სხვადასხვა თემას უფრო ფართოდ გავშლით, შემოქმედებით, კიდევ სხვა რამეზეც ვილაპარაკებთ. და დღეს ახლა მე მაინც მინდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა დავასრულოთ კიდევ ერთი სიმღერით აფხაზეთისადმი და მე ვიტყოდი რომ ბატონო ვანო აი ჩვენი საგანძურს დღევანდელი გადაცემით მართლა ერთი საგანძური შეემატა სწორედ ბატონი ემზარის შემოქმედების სახით და აი დიდი მადლობა თქვენ დაფასებისათვის ერთ მოკლედ დავუმატებდი დიდი მადლობა ბატონ ივანეს ამ წინვალე გადაცემისთვის და ჩემი მეგობრის ემზარი ცელიდაოს დაფასებისათვის ძალიან დიდი მადლობა ეს აი სიმღერა ჩავრთოთ და ამ სიმღერის ფონზე დაგემშვიდობებით ძვირფასო რადიოსელებო შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიეძღვნა აფხაზეთიდან ტოლ მხატვარს ემზარ ცირდავას იგი პირველად იყო ჩვენი სტუმარი როგორც თქვი მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობდნენ კალბატონი ლეილანოდია ბატონი ოთარ ფრანგიშვილი რომელთაც თქვენი სახელით დიდ მადლობას ვუხდით სტუდიაში მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისათვის გადაცემას უზრუნველყოფდა პროგრამის ავტორი ივანე ჯაფარიძე საერთო რედაქტორი ინგა გურგენაძე მუშაობდა დღევანდელი გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგიძლიათ ხვალ კვირას 19 საათზე და 10-ზე ინტერნეტში კი საიტზე radio 1.gi ჩვენი საგანძური გემშვიდობებით შემოდგომამდე კარგად გზამდებოდეთ მაგებეშენ იგივე პალმა სადოდეს მე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმა ლექსი ჩემი მომაგებე მშობლიური გემი მომაგებე მშობლიური მიწა შენი ძველი მეგობარი აფხაზეთო შენი შავო ზღვაო თეთრო სანატორია მომენადრა შენებური ეშხი შენს ტალღებზე მოფარფატე თოლია შენისეთი ფაქიზი ხარა პატარა ხელის გულზე დამედევი მგო ყველაფრის მკურნალია იცოდე და შენამდე არც თუ ისე შორია ბნელღამებს ნათელი დღე შეცვლით დამთავრდება ჭირვეული დუმილი ერთი წაგვაქვს ერთი მზე და ერთი ზღვა გული ფეთქავ შენთან ყოფნის სურვილი დრო ყველაფრის მკურნალია იცოდე და შენამდე არც თუ ისე შორია
სტუდია.